გიო, რა მაგარი ფორმაში ხარ? ხო, ძალიან მშვენიერი ფორმაში ვარ. რა შუაში ამაზე მე მოგვიანებით ვისაუბროთ. ეხლა ჩვენ დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ხო? მიხარია ესო თქვენთან ერთად რო ვარ. ხო, ჩვენ ძალიან მიხარია. მე მესამეჯერ ხარ შენ ჩვენთან. მე ძალიან მწვან ტყის გადაცემა. გნობდა რომ უღებდნენ რა. ხო, რა ეს როგორ იყო ეს სახეა რა? იხედავდი. ხო. დათვი არ მოგეწონა როგორც ანდა წყალგეც მაგარი იყო. დათვიც მაგარი ტიპია. სად არის ეს კადრები გადაღებული? ეს არის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. ფოტოხაფანგების მეშვეობით გადაღებული კადრები. ისე საინტერესო ვიდეო კოლაჟი გამოვიდა, არა ნინი? კი. მე მგონი საინტერესოა. კარგი, მოდი ახლა თუ გამოიცდომით ჩვენი სტუმარი ბავშვები, რაზე გვაქვს დღევანდელი გადაცემა? ალბათ დათებზე ვისაუბრებთ. დათებზე? მე კი მგონია რომ ზოგადად ცხოველებზე გვექნება საუბარი. ცოტა ახლოს ხარ? კი, მაგრამ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ხო გქონდა თქვენ გადაცემა. ცოტა ვერ ვხვდი არ ჩაიმხები. აი ნუაწონებ გიო, ჩვენ მაყურებელს და ბავშვებსაც. კარგი. ჩვენ დღევანდელი გადაცემა ეძღვნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უვლიან ბუნებას და ცხოველებს. ისინი სხვათა შორის ძალიან დიდ დროს ატარებენ დაცულ ტერიტორიებზე. მივხვდი, რეინჯერებზეა ჩვენ დღევანდელი გადაცემა. სწორია. იცი, შარშან ვიყავი აწყურში. და ჩვენ ბანაკის სიახლოვეს იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. სადაც იყო თხის კოტეჯები. და სადაც ხოვდა რეინჯერები და ძალიან საინტერესო ვიღაცები არიან, იმიტომ რომ დადიან სხვა მასშტაბებზე დაყავთ ტურისტები. ასევე ასწავლიან კარვის გასვლას, კოცონის დამთებას. და თუ ტურისტებს უნდა შეუძლიათ ცხენითიარონ, ასევე თუ უნდა კარავში დაიძინონ და ძალიან მრავალფეროვანია მაგხრივ საქართველოს. დაცულ ტერიტორიაზე რო ჩადიხარ, მაშინ ხვდებიან, გათვალიერებენ, ყველაფერს გასწავლიან და რაც თავარია, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო სათავგადასავლოა. თქვენ რა იცით მაგალითად თუ ხართ რომელიმე საერთოდ დაცულ ტერიტორიაზე ნამყოფი და თუ გამოგიზრდიათ უშუალოდ რეინჯერთან ურთიერთობა. რას ნიშნავს? დიახ, მე ვიყავი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და იქ იყვნენ რეინჯერები. ხო. და აგიხსნეს ხო და გამოყვნენ არ გამოყოლეთ არა, მაგრამ ეს აგვიხსნეს რა ხდებოდა და რა საქმიანობდნენ. და ის თავარი ინფორმაცია, რაც უკვე გჭირდებოდათ იმ ბილიკის დასალაშქრად, მოგაწოდეს, ხო? ასეა. მე მგონი ჩვენთვის ყოველთვის გასაგებია დღევანდელი გადაცემის თემა, მაგრამ მაყურებლისთვისაც უფრო გასაგები რომ გახდეს, მოდით ახლა ვნახოთ ანონსი. თუ იცით ვინ არიან რეინჯერები? ყველაფერი იციან ბუნების შესახებ. ასწავლიან კარვის გასვლას, კოცონის დამთებას. გინდა რომ შენს გახდა ერთი დღით რეინჯერი, მაშინ იმოგზაურე ჩვენთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. გაგიგიათ რამე პროექტ ნორჩი რეინჯერის შესახებ. შეუძლიათ ერთ დღის განმავლობაში გაატაროს ერთი დღე რეინჯერთან ერთად და დაიცვას დაცული ტერიტორიები. ლაგოდეხის ნაკრძალში სიახლეა. აქ ბავშვებისთვის ბუნების შემეცნებითი ბილიკი გაიხსნა. აუცილებლად გვიყურეთ. პატარა ბოკოჩ ჭაობი მინდორი ეგონა, მაგრამ წარედ მოტყუდა. ამ ისტორიის დასასრულს ეკოამბებში ნახავთ. მოიმარჯვეთ პლასტმასის ბოთლი, ყვავილი, მაკრატელი, წებო და დაელოდეთ ჯადოსნურ თითებს. მაყურებელმაც გაიგო ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა. მე მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივა დღეს, რას კი, დღეს ჩემთვის ყველაზე საყოველთაოდ ადამიანებს უნდა ვილაპარაკოთ რეინჯერებზე. აი რეინჯერები და იმიტომაც მოგიწვიეთ შენ, ვიცოდით რომ გაინტერესებდა. ბავშვებო, თქვენ რა იცით რეინჯერების შესახებ? მე ვიცი რომ რეინჯერები ტყის მცველები არიან. დავამატებ რომ რეინჯერებს საინტერესო საქმე აქვთ. ვიცი რომ ისინი ყოველდღიურად დიდ ტერიტორიებს გადიან და ულიან ამ ტერიტორიას. ამ ადამიანებმა ყველაფერი იციან ბუნების შესახებ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი ნატა სულთანიშვილი. გამარჯობათ. გამარჯობათ. მიხარია რომ მოვედით და დღეს თქვენთან ერთად ვარ. ხალბატონი ნატა ხშირად გსტუმრობს და დღესაც გვეწვევ. დიდი ეხლა მადლობა. ზაფხულია და აქტუალური პერიოდია დაცულ ტერიტორიაზე სამოგზაურო. ხო, სამოგზაურო და რა მაინტერესებს? გავიგე რომ რეინჯერი შემილია გავხდით, რას გქონდა? რაღაცა ურჩიოდათ. ძალიან მოუნდა რომ დამინახა ამ ფორმაში და ნატურალურად მე ვერ ჩამოვიდა. ძალიან გიხდება ეგ ფორმა. რაღაცა მოვიხდინე. დათუნა, აბსოლუტურად მართალი ხარ, ეხლა ესეთი სეზონია, რომ ჩვენ შეგვიძლია განახორციელოთ ტურები, ექსკურსიები, ეკობანაკები მოვაწყოთ დაცულ ტერიტორიებზე და შენ თვითონაც ჩაერთო რეინჯერის საქმიანობაში და გახდა ნამდვილი რეინჯერი. ამისათვის დაცულ ტერიტორიებზე მოქმედებს ერთ-ერთი სპეციალური პროგრამა, რომელსაც ქვია ნორჩი რეინჯერის პროგრამა. ეს პროგრამა არის გარემოსდაცვითი
საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში აქტივობები ისეა გაწერილი, რომ ბავშვმა, რომელიც მიიღებს თეორიულ ცოდნას გარემოს დაცვის შესახებ, დაცული ტერიტორიების შესახებ, შემდეგ უკვე შეუძლია ეს ყველაფერი პრაქტიკაში განახორციელოს და ჩავიდეს დაცულ ტერიტორიებზე და თავისი თვალით დაათვალიეროს იქ არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნება, ფლორა, ფაუნა, ჩაერთოს რეინჯერის საქმიანობაში და მასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში გაატაროს ერთი დღე რეინჯერთან ერთად და დაიცვას დაცული ტერიტორიები. და ეს რომელ დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება? პირველად ეს პროგრამა განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. შემდგომ უკვე გადაიღეს მაგალითი სხვა დაცულმა ტერიტორიებმაც და ვაშლოვანის, ლაგოდეხის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზეც განხორციელდა დაახლოებით უკვე 4-5 წელია ფუნქციონირებს მოქმედებს ეს პროგრამა. სურვილებს შეუძლიათ მივიდნენ, ანუ თქვათ ლაგოდეხში და ჩაეწერონ და გაივლიან ამ ტრეინინგებს. როგორ იქნება? ეგ მექანიზმი ჯერჯერობით საქართველოში კარგად განვითარებული არის, რომ ჩაეწეროს და ჩავიდეს. ამ შემთხვევაში გჭირდებათ აუცილებლად ბავშვებს ესაჭიროებათ ხელმძღვანელი, მაგალითად პედაგოგი ამ შემთხვევაში, რომელიც შეკრებს დაინტერესებულ მოსწავლეებს, დაახლოებით 20-წიანი ჯგუფები იქმნება ხოლმე. ვაფრთხილებთ წინასწარ იმ დაცულ ტერიტორიას, სადაც ბავშვები ჩადიან, რომ გამოყონ რეინჯერი სპეციალურად იმ დღისათვის, რომელ დღესაც თქვენ ჩახვალთ, რომ მთელი დღის განმავლობაში მოგემსახუროთ და გასწავლოთ იქ არსებული და გოგონებსაც შეუძლიათ, ხო, რა თქმა უნდა, მე რაღაც არ მინახავს ისეთი ქალბატონი რეინჯერი და ერთი რეინჯერი გვყავდა თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, მხოლოდ ძირითადად როგორც წესი საქართველოში რეინჯერები ბიჭები არიან, მაგრამ მოსწავლეები უკვე ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ გოგოები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები და ბიჭებთან ერთად იცავენ ჩვენს ბუნებას. ამ ყველაფერს რო გავივლით, მე შეგვიძლია მუშაობა. ასაგზე არის გასაკობრივი ზღვარი, რა თქმა უნდა, ახდენს გარკვეულ გავლენას და თან შენი რეჟიმიდან გამომდინარე, ხო, სანამ შენ სკოლას დააბთავრებ, მე უნივერსიტეტს აირჩევ პროფესიას, მაგრამ შენ თუ გაინტერესებს უკვე ეს პროფესია, შეგვიძლია უკვე ვიზრუნოთ ამაზე და რაღაცა იმ მიმართულებით წავიდეთ, რომ გამოხვიდე ნამდვილი რეინჯერი, ანუ ტყის მცველი. აი, რამოდენიმე დღე სანამ გავიზრდები, რომ ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ და რამოდენიმე დღით გაგიშვათ ერთ დაცულ ტერიტორიაზე და შესაბამისად რეინჯერთან ერთად დაათვალიერო, მონაწილეობა მიიღო ყველაფერში, რასაც რეინჯერი აკეთებს. ძალიან კაი. მოეთხოვებათ თუ არა რეინჯერებს ფლორისა და ფაუნის ცოდნა? იმდენად რამდენადაც რეინჯერი ფლობს ყველა ინფორმაციას ამ დაცულ ტერიტორიაზე და როდესაც მოსწავლე ჩადის და ეკითხება, ხო, რაღაც კითხვას უსმევს, რომ აი რატო შეიქმნეს დაცული ტერიტორია, რა არის აქ უნიკალური, რას ვიცავთ. შესაბამისად აუცილებელიც კია, რომ უნდა გქონდეს ეს ცოდნა ყოველ შემთხვევაში იმ დაცულ ტერიტორიებზე მაინც, სადაც ის მუშაობს. ისე ჩვენ გავიგეთ, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე გაიხსნა კიდევ ერთი შემეცნებითი ბილიკი, რომელიც უფრო შედარებით პატარა ბავშვებს დააინტერესებთ და წავედით მე და ნინი ლაგოდეხში, დაახლოებით ეს ბილიკი და დანარჩენი ჩვენმა მაყურებელმა ნახოს უკვე სიუჟეტში. ჩვენ ჩამოვედით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. ირგვლივ საოცარი სიწყნარეა, ძალიან მაგარი გარემო და კარგი განწყობა, ხო? და ასე სიახლე გვაქვს, ხო ჩვენ? გაიხსნა ესე იგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ბუნების შემეცნებითი ბილიკი და ჩვენ ბატონ გიორგისთან ერთად, რომელიც გახლავთ დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორი. გავივლით აი ამ ბილიკს, წავედით მაშინ. შევხვდეთ ბატონ გიორგის. გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი იყო თქვენი მობრძანება ლაგოდეხის ნაკრძალში. კარგად, თქვენ როგორ ახალ? ძალიან მაგრად შემართულები ვართ და გვინდა რომ დავლა. ძალიან კარგი, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ნახავს ამ ბილიკს. ბილიკი გათვლილია 4-დან 13 წლამდე ბავშვებზე, სადაც ხდება სხვადასხვა საშუალებებით ბუნების ინტეგრირება, რომ უფრო კარგად გაიცნოს მოზარდმა თაობამ ბუნები. მე თქვენ გაგაცნობთ ჯიხვიტონი არის ჩვენი ლაგოდეხის ნაკრძალის მთებიშვილი, მაგრამ დღეს დაბლად ჩამოვიდა, რადგან ბავშვებს მოუყვის ნაკრძალის შესახებ. ეს არის ჩვენი პატარა ბილიკი, რომელზეც 12 სხვადასხვა ტიპის ინსტალაციაა, სადაც სხვადასხვა ბუნების პროცესებზე იქნება საუბარი. აბა ის გადავჩენე დავიძრა და დავიძრათ. აბა რით იწყება? ყველაზე საინტერესო რა არის? გაინტერესებთ ალბათ ჯიხვი როგორ დადის, კლდეზე როგორ ინარჩუნებს წონასწორობას, როგორ დადიან ირმები, ციყვები როგორ დახტიან ხეზე. ეს არის პირველი ატრაქცია, სადაც ბავშვები ცდიან თავის ძალებს, ცდილობენ გაეუნჯობესენ წონასწორობა. იწყება შედარებით მსხვილი ხის მორისგან, სადაც უფრო ადვილია წონასწორების შენარჩუნება და შემდეგ უკვე შედარებით პატარა მორია. თუ ამ ბილიკს
ბოლომდე დაუბრკოლებულად ასე ჩათვალეთო თქვენს იგივე წონასწორობის შეგრძნებაგაც. აბა მოდი გავიაროთ თუ შეძე. ხო, უნდა გაიარო და თუ ამას გადავახავ, ეს ნიშნავს იმას, რომ თავისუფლად გადავახავ გზას. იმ რთულ გზებს ას ზემოთ უკვე მთებშია. სადაც მეორე სტაზე წავიდეთ, მეორე სტაზე. მეორე წრეზე, მანამდე ვერ დავიწყებ. აი ეს მესარ შევსხო ეხლა. ფილიქს რო გადავაადგილდებით, ყოველ ვცდილობთ რომ გავიხედოთ წინ. არასდროს არ ვცდილობთ რომ ავიხედოთ ზემოთ. არა და ზემოთ კი ძალიან დიდი ნაწილია წარმოდგენილი, სადაც უამრავი ცხოველი ცხოვრობს, ესენი არიან წვრილი ძუძუმწოვრები, ფრინველები, მწერები თუ ასე. შემდეგი ინსტალაცია დაგვეხმარება ამის უკეთ დანახვაში და არის ისე მოწყობილო ბავშვმა და ნახვემმა პირველი რეაქცია არის რომ აიხედოს ზემოთ. ამას აქ რო დაინახავთ. უნდა აისხლიტავ ზემოთ რაც ხდება, ხის ვარჯი. და დაინახავ სულ ახალ სამყაროს და აი აქ რა ხდება, ეხლა რა დაინახეთ? აი აქ არის წიგნი, რომელიც მოგიყვებათ იმ ცხოველების შესახებ, რომელიც ხის კენწეროებზე ცხოვრობენ. ციყვის კუდი. არის როგორც ბუნებრივი პარაშუტი, როცა ხიდან ხეზე გადახდება, მიმართულებას აძლევს, შეუძლია ნახტომის სიჩქარეში ანებოს. ეს ლაგოდეხის დიდი ყურია, რას ნიშნავს? აბა მიდი, მიადე ყური და ნახავ. ეს ვის რამე? უფრო კაპიონის. და ძალიან გაუხილდით ბუნებას. გაუხილდით. პირდაპირ დგას ერთი ჩვეულებრივი ხმელი ხე, რომელსაც გონია რომ სიცოცხლის ნიშანწყალი არ აქვს. შენამდვილეში გამოვაღოთ ეს უჯრები და ნახავთ, ამდენად მრავალფეროვანია ამ დღის ბიომრავალფეროვნება. აქ რაც ცოცხალი ორგანიზმია წარმოდგენილი, ამ ხეზე ბინადრობს. ალპური ხარაბუზა ეს არის კავკასიის ენდები და მისი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს ხმელი ხე. მან მობინადე ხარაბუზას ლავრები არის ყოდალას საჭმელი. ასევე საკუჭნაოდ იყენებ ჩვენი ციყვი და ხანდახან ბუდებსაც იკეთებს. ეს არის შემდეგი საინტერპრეტაციო წერტილი, აქ მოგვიწევს ფეხის გახდა. აქ გადავერთებით მიედობით ჩვენ შეგრძნები, შეხებით შეგრძნების გზნობას. ეს იგივე რაც ცხრიან ბალახზე. ასე თუ ფეხში შევმა არ გაიარეთ. ნახავთ როგორ შეიგრძნობა ხავსი, როგორ შეიძლება სილა, როგორ შეიძლება ფოთოლი და შემდეგ მიწა. თვალები დავხვიჭოთ და უფრო გაძლიერდება ჩვენი შეგრძნება. აბა ეხლა რაზე დგავართ? ეს არის ესეთია სილა, რა თქმა უნდა ეს ვაზე გესოდინება. შემდეგ მოდის ფოთლები, რომელიც ცოტა ისუსხებია. და შემდეგია ჩვეულებრივი მიწა. ეს არის ისეთი ბორბალი, რომელიც გვაჩვენებს ცხოველს და მის საცხოვრებელს. ჩვენ ნახავთ რომ კურდღელს რაიმე სახის სორო არა, კურდღელი ცხოვრობს ისეთ ადგილზე, სადაც დაუღამდება. ანუ ეს ბორბალი გვაჩვენს ინფორმაციას ცხოველზე და მისი საცხოვრებლის შესახებ. ეხლა შეგვიძლია დავისვენოთ კიდევაც აქ ჩვენი დასასვენებელი სკამები. მაგრამ ამ სკამებს მარტო დასვენების ფუნქცია არ გააჩნიათ. ეს სკამები არის სპეციალური კუთხით შექმნილი და როგორც კი დაჯდები, დაინახავ ხის ზედა ნაწილს, ხის ვარჯს, ტოტებს. ეს სპეციალურად არის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ტოტებს და აუცილებლად დავინახავთ ჩიტებს, ციყვებს, შეიძლება კვერნაც თუ გაგვიმართლებს. ეს ჩვენი ხის ტელეფონს ფაქტიურად დაფარვის ზონა იჭერს, სადაც ტყე არის. ნინი, აბა მიადე ყური და ჩვენ ვეცდებით, რომ გადმოგცეთ. მე გადავსვე, აბა. აბა შეგიძლია დაელაპარაკო კიდე. ერთი ვარ, გესმი? ეს არის ბოლო ლოკაცია, ამას ქვია ხისასაკი. ალბათ ბავშვობაში ყველას ეკითხებიან, ამდენი წლის ხანდა თითებით აჩვენებენ ბავშვები და ასე. ფაქტიურად აქვს სწავლობთ, რომ ხეს აქვს თავის თითები, ახლა ლაპარაკი არის ეს. ეს არის ხის წლიური ზოლები, ეს არის ხის წლიური ნაზარდი. ეს ხე არის მუხა და არის 120 წლის დაახლოებით ამ ადგილზე. 1912 წელს შეიქმნა ლაგოდეხის ნაკრძალი. სხვათა შორის ამ ხის ნაზარდის შესახებ შეგვიძლია ვიმჩნევთ როგორი წელი ქონა, უხნალიქიანი თბილი თუ გაჭირვება. როდესაც კარგი პირობებია, მცენარე ის ფართოდ იზრდება.
ამ წლიურ გოლებს შორის დიდი დასწორებაა. როდესაც გვალვიანი და ცივი ზამთრისა, მაშინ ნაკლებად იზრდება და ძალიან შეჭნუხნული. აი ესეთი ძალიან მაგარი თავგადასავალი გადავხდა მე და ნინის. დაინტერესო მართლა ჩემესნებითი. და რა ვიცი, აი თქვენი ასაკის ბავშვებს დააინტერესებთ ნამდვილად და მე გირჩევთ ბავშვებო, რომ ჩახვიდეთ ლაგოდეხში და დაალაშქროთ ეს პატარა ბილიკი. გავაგზავნოთ ახლა ჩვენი კითხვა ბაზოხი და მე მაინტერესებს, ახლა ვსაუბრობთ North Rangers-ზე, ხო? და აი თანხებთან არის დაკავშირებული ამ პროექტში მონაწილეობა, თუ როგორ არის? საქართველოში ეს პროგრამა არის უფასო. და რამდენი დღეანია ეს ტური? ერთი დღე რეინჯერთან ერთად ესე ქვია ამ პროგრამას და შესაბამისად არის ერთდღიანი, მაგრამ თუ კი გადაწყვეტთ რომ იმ ღამეს გინდათ დარჩენა და მეორე დღეს წამოხვიდეთ ამ დაცულ ტერიტორიიდან, ამის საშუალებასაც იძლევა დაცულ ტერიტორიები. იქ არის სპეციალურად საკარვი ადგილები, კარვები და შეგიძლიათ კარვებში დაბანაკდეთ. კარვების და საკარვი ადგილების ესე იგი მომსახურება სპეციალურად მოსწავლეებისათვის არის შეღავათიან ფასებში, ისეთი რომ მიზერული და ყველა შეუძლია ამის განხორციელება. დაცული ტერიტორიების სააგენტო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ეკოსაგანმანათლებლო პროექტს ნორჩი რეინჯერი. პროექტში საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან დაცული ტერიტორიების რეინჯერების საქმიანობას. ეკოვიზიის გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა ერთი დღე რეინჯერებთან ერთად გაეტარებინა და ამისნით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ეწვია. რეინჯერები დაცულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად გადაადგილდებიან. პატრულირებისას რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა უწევთ. ამოწმებენ გარემოს მდგომარეობას, ხომ არ არის ის შეცვლილი წინა დღეებთან შედარებით. შემდეგ კი ეს ინფორმაცია უბის წიგნაკში გადააქვთ. რეინჯერების ყოველდღიური საქმიანობა იმდენად საინტერესოა, რომ მათი როლი გიორგიმაც სიამოვნებით მოირგო და უბის წიგნაკში ხეებიც აღრიცხა. აღნუსხოთ. აუცილებლად ცხილის ჯიშის ხე დიამეტრით 80-იანი, ამას ყოველდღიურად ასეთ მოთხრილ ხეებს, ქარგცეულებს უпроსწორად რეინჯერი აღწერავს თავის სამუშაო ბლოკნოტში, წარუდგეს უფროს რეინჯერს და შემოდგომით დაკლემას ვეძახით, ყოველი ხე აიღწერება თავის ნომერი აქვს, აიზომება და ფასის მიხედვით მოსახლეობაზე გავანაწილეთ. აი, გინებეთ უფროს რეინჯერი, რომელიც აღწერს. გაიხარეთ. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე მარშრუტი მოქმედებს და ყოველ მათგან სხვადასხვა მიმართულებით მიყავხარ. სწორედ ამიტომ სამარშრუტო ბილიკები მარკირებულია. ამისათვის მარკირებები გვაქვს გაკეთებული, რომელიც მიანიშნებს, რომელი მხრით ამ ფერზე წავა მაგალითად წითელ თეთრზე მოხდება მთაში. თუ ჩანჩქერზე წასვლა უნდა, მაშინ ამ შემთხვევაში ყვითელი და შავი. განსაზღვრავს მიმართულებას. დიახ, მიმართულებას ეს უადვილებს უგიდოდ გადაადგილებას, როგორც ტურისტებს, ასე ადგილობრივ ახალგაზრდებს. მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ბრაკონიერების გამოვლენაცაა, თუმცა დაცულ ტერიტორიებზე ასეთი ფაქტებიც აღარ ხდება. ბრაკონიერების გამოვლენაში რეინჯერებს ფოტოხაფანგებიც ეხმარება, თუმცა მათი მთავარი დანიშნულება დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების კადრზე აღბეჭდვაა. მიუხედავად ამისა, ფოტოხაფანგმა შეიძლება ცხოველების გარდა შემთხვევით ბრაკონიერიც დააფიქსიროს. ძალიან ეხმარება თავის საქმიანობაში რეინჯერს ფოტოხაფანგი. იქიდან გამომდინარე, რომ თუ დაუშვათ რეინჯერმა შენიშნა ბილიკზე, რომ აქ ნადირი მოძრაობს, თუ ნადირისთვის აკენებს, ამ შემთხვევაში შეიძლება დაბალზეც დადგეს აი ესეთ მდგომარეობაში, მხოლოდ არის ისეთნაირად შეხამებული, ის ადვილად უცხო პიროვნებამ არ შენიშნოს. ის ამ შემთხვევაში დააფიქსირებს ნადირს. შემდეგ ამას მოუხსნით გარკვეული პერიოდის მერე და ნახავთ 3-დან 5 თვემდე შეიძლება რომ მანამდე გაუძლოს ელემენტმა. ბატარეაზე დამოკიდებული როგორი ბატარეისაა. ეს 24 საათია ჩართული. დიახ, რა თქმა უნდა და იღებს დაახლოებით 800-900 კადრს. ვიდეო მასალას თუ გაწვით. ვიდეო მასალასაც აწვდის. არის გააჩნია ფოტოხაფანგის ხარეს. ფასებშიც არ დამოკიდებული და ბოლო გამოშვები რა თქმა უნდა თან. შემდეგ თუ დაუშვათ ბრაკონიერზე რაღაც ინფორმაცია აქვს რეინჯერს, დაახლოებით მეტრანახევარის სიმაღლეზე დგება მხოლოდ შეხამებულ ადგილას ორტოტა ხეს შუაში შეხამდება ხავსებით გარშემო ესე რომ ადვილად არ შეიმჩნეოდეს და ეს რა შემთხვევაში რეაგირებს თქვათ როდესაც გამოივლის ადამიანი აუცილებლად როგორც კი მოძრავ წერტილს რამე მის წინ გაივლის
მაშინ თუ გადუღებს და დააფიქსირებს. ყველაზე ხშირად ესეთ რომელიც ცხოველი დაუფიქსირებია აი ამ ფოტოხაფანგებს. თუ ჯიხვზე გვაქვს დაგებული, რა თქმა უნდა, იმ ტერიტორიაზე ჯიხვს დააფიქსირებს. თუ დაბლა ირემზე გვაქვს, ირემის მომენტში შეიძლება ღორიც დააფიქსიროს, დათვით დააფიქსიროს, თვითონ ირემიც რა თქმა უნდა. ისე ძალიან კარგი იქნება, ბატონო ზაქარია, რეინჯერთა სკოლა თუ დაარსდება და თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით? ახალგაზრდებით უნდა შეივსოს, შეგვემატონ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე ახალგაზრდა შეემატა ჩვენს რიგებს და რა თქმა უნდა, მომავალთაობაზეა ყველაფერი და უნდა მათმა ჩაიბარონ და მიხედონ ხვალდაზე. ესე იგი, ვისაც ექნება სურვილი რეინჯერობის შეუძლია შემოგვიერთდეს. რა თქმა უნდა. შესაძლებელია თუ არა რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა მიიღონ აქ მონაწილეობა. სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია ვფიქრობთ რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს ანუ მენტალური შესაძლებლობის ბავშვებს დაცულ ტერიტორიებზე ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება. და შესაბამისად ჩვენ მომავალში ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ბილიკი სპეციალურად ამ ბავშვებისთვის რომ გაუადვილდეთ გადაადგილება და მათაც სრულფასოვნად იგრძნონ თავი და შეძლონ ამ პროექტში მონაწილეობა. გარდა შემეცნებითი საქმიანობისა, სხვა კიდე რა აქტივობებია ამ პროექტში ჩართული? აქ შეგიძლიათ ძალიან ბევრი აქტივობა განახორციელოთ. მაგალითად ხდება ესეთი თამაში არის, ვინ უფრო მეტ ბიომრავალფეროვნებას ხედავს ჩვენს გარშემო და ჩატარდება ხატვის კონკურსი, ან ფოტოკონკურსი, ვინც კარგად იღებს ფოტოებს. ქალბატონო ნატა, მოდი ახლა ნახოთ ჯადოს უნივერსიტეტები და შემდეგ განაგრძეთ თქვენი საინტერესო საუბარი. დღეს ჩვენ ნარჩენებისგან ყვავილის ქოთანს ავაწყობთ. ამისთვის დაგვჭირდება პლასტმასის ბოთლი, ყვავილი მიწით, პენოპლასტის ბურთები, მაკრატელი და ცხელი წებო. დავიწყოთ ქოთნის მომზადება. ავიღოთ პლასტმასის ბოთლი, მაკრატლის ჩუაზე გავჭრათ და კიდეები შევუსწოროთ. ძირი კი რამდენიმე ადგილას აი ასე მოვჭრათ. ამის შემდეგ გადაჭრილი ბოთლი წვრილ ნაწილებად დავჭრათ და ხელით გადავკეცოთ. ახლა ავიღოთ პენოპლასტის ბურთები და დაჭრილ ნაწილებზე ცხელი წებოს საშუალებით რიგრიგობით დავაწებოთ. აი ასე. ქოთანი მზად არის. დროაში გნით ყვავილი დავრგოთ და კოვზით მიწა დავამატოთ. და ბოლოს შეგახსენებთ, თუ სახლში ნარჩენები დაგიგროვდათ, ნუ იჩქარებთ გადაყრას. დაამზადეთ მათგან ახალი ნივთები და დაეხმარეთ გარემოს. ვიცი რომ ტირალის ეროვნულ პარკში გახსნეს თოკების პარკი, რომელიც არის ძალიან სათავგადასავლო, ძალიან ექსტრემალური და ძალიან მიყვარს მე ესეთი რაღაცები. ცოტა აჭარაში სამი დაცული ტერიტორიაა. ტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. ამიტომ თუ მოხვდებით ზაფხულში ზღვისპირა რეგიონებში, შესაბამისად გირჩევთ რომ მოინახულოთ სამი დაცული ტერიტორია. არა. ტირალაში არის შესაბამისად თოკიდან თოქზე გადახტომა, იმიტომ რომ აქ არის მაღალი ხეები და გვაძლევს ამის საშუალებას და ესეთი ტერიტორიები რომ ეს სერვისი დაგვანერგა. რაც შეეხება ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, აქ ფაქტობრივად ჭაობია და აქ განსაკუთრებული სერვისი არის ჭაობზე სასიარულო თხილამურები და სპეციალური თხილამურებით გადადიხარ ჭაობზე, ისე რომ არ აზარალებ არც ჭაობს და არ ჩვენ არ იზირები ამ ჭაობზე გადასვლისას. როდესაც ჩვენ ამ პროგრამის მონაწილეები ხდებით, გვასწავლიან ჩვენ რეინჯერებს როგორ უნდა კალვის გაშლა, კოცორის დადება, იქ საჭმლის მომზადება, ელემენტარული ტყეში ყოფნის და საჭირო რაც დაგჭირდება, ხო? პროექტის მიზანიც ეს არის, რომ თქვენ რაც შეიძლება ახლოს იყოთ ბუნებასთან და ფლობდეთ ყველა უნარ ჩვევებს, რაც გჭირდებათ ველურ ბუნებაში ყოფნის დროს. ეს იქნება საკვების მომზადება, ასე ვთქვათ, საველე პირობებში, რა საკვებით უნდა იკვებოთ, როგორ უნდა მოამზადოთ, ღამის გაცენება თუ დაგჭირდებათ, როგორ უნდა გაშალოთ კარავი, სად შეარჩიოთ საკარვე ადგილი, როგორ უნდა და ყველაფერი. ანუ ამაში, რა თქმა უნდა, ყველაფერში დახმარებას გიწევთ დაცულ ტერიტორიებზე მომუშავე რეინჯერი. შეგიძლია კარვებში დარჩეთ ღამი და ის კარვები ტყეში შეიძლება თუ სპეციალური ადგილია გამოყოფილი.
კარვების გაშლა, რა თქმა უნდა, ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, საკარვე ადგილებზე, ეს უნდა იყოს უსაფრთხო და შესაბამისად არ უნდა იყოს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც საფრთხე შეგვიქმნის, ან მაღალი ხეების ქვეშ თქვა და ტოტი რომ მოტყდეს და შემდგომ დაგვაზარალოს და ასე შემდეგ. ამასაც არჩევენ, რა თქმა უნდა, დაცული ტერიტორიების თანამშრომლები და სპეციალურად ის ადგილებს შემოგთავაზებენ, სადაც თქვენ თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ. და ეს პროექტი რამდენ ხნიანია? კონკრეტული ვადები აქვს, სულ მუდმივად იქნება, მხოლოდ ამ წელს თუ როგორ? ეს პროექტი North Rangeris პროგრამა დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო 2010 წლიდან და წარმატებით მიმდინარეობს. დაინტერესება ძალიან დიდია და იმედი გვაქვს, რომ აქტივობები უფრო გამრავალფეროვნება და ძალიან ბევრი წელს განმავლობაში იარსებებს. ჩვენი შემდეგ მე ვფიქრობ მართლა მოიმატებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვიყურებს და ბევრი ბავშვი გამოიჩენს ინიციატივას. და რა ვიცი, დაველოდოთ. ხარია, გელოდებით. ამ პროექტში მივიღო მონაწილეობა, რამე არის საჭირო, რა თქვა, წასვლის წინ რამე რო ხელსაწყო, რამე რო წავიღო. რამე ნივთები. დიახ. რაც შეეხება შენს უკვე ეკიპირებას, ასე ვთქვათ, აღჭურვილობას, ჩაცმულობას, ისე როგორც მიდიხარ ბუნებაში, რომ იქნო თავი კომფორტულად, სპორტულად ჩაიცვა, შესაბამისად გქონდეს აუცილებლად ქუდი, ზიანამინჩი რომ გქონდეს საშუალება დაიხურო და თავი დაიცვა. კარგი იქნება თუ გექნება ჯოხი, იმიტომ რომ გადაადგილების დროს ძალიან დაგეხმარება და არ დაიღლები. წყალი და ღამის გათევას თუ აპირებს, რა თქმა უნდა, ფანარიც. ქალბატონო, მოდი აუხსნათ მაყურებელს, არის თუ არა დაცულ ტერიტორიებზე ეს სამედიცინო დახმარებები. ყველა დაცულ ტერიტორიის ადმინისტრაციაში არის ასეთი პუნქტი გამოყოფილი, სადაც პირველად დახმარებისთვის რაც დაჭირდება პაციენტს, ყველა აღჭურვილობა ინახება. ამიტომ შესაბამისად მომზადებულია ადმინისტრაცია ამ მდგომარეობისთვის. ესეც სასიამოვნო თემიდან ახლა უნდა გადავიდეთ ცოტა უსიამოვნო თემაზე და ვნახოთ ჩვენი რუბრიკა ეკოპატრული. თბილისის ქუჩებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, მათ შორის პლასტმასის ბოთლებს და პოლიეთილენის პარკებს ხშირად შეხვდებით. ეს კადრები გლდანის მასივშია გადაღებული, სადაც ნარჩენები ერთ-ერთი საჯარო სკოლის წინ ყრია. ნარჩენებს ვერც რეკრეაციული ზონა გადაურჩა. ამ პარკში მშობლები თავიანთ შვილებს ყოველდღე ასეირნებენ, თუმცა რამდენად სუფთა გარემოში უწევთ მათ დასვენება, თავად განსაჯეთ. ეს ფოტოები კი სარფშია გადაღებული. სამწუხაროდ შავი ზღვის სანაპიროზე მსგავსი ფაქტები არც თუ იშვიათია. მოდი ქალბატონო, ეხლა ვნახოთ ეკოამბები და შემდეგ შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ ჩვენი თემა, ბავშვები ძალიან ჭართულები არიან. ბრაზილიის ერთ-ერთ სანაპიროზე დამსვენებლები უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ. ოკეანის ძლიერმა დინებამ სანაპიროზე 30-მდე დელფინი გამორიყა. გულისხმიერი დამსვენებლები კი დელფინებს დაეხმარნენ და ისინი კვლავ ოკეანეში დააბრუნეს. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა და 30-ვე დელფინის გადარჩენა მოხერხდა. სერენგეტის ეროვნული პარკი ტანზანიაში მდებარეობს. ის ცნობილია უნიკალური ველური ბუნებით, ფლორისა და ფაუნის სახეობების სიმრავლით. ცხოველების ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია იმით, რომ ამ ტერიტორიაზე განსხვავებული ეკოსისტემები გვხვდება, მაგალითად ჭაობები, აფრიკული სავანები და ოაზისები. ეს მოლივლივე ზედაპირი ერთი შეხედვით შეიძლება მინდორი გეკონოთ. სინამდვილეში კი ჭაობია. ლომების ჯგუფი ჭაობის ნაპირზე ისვენებდა, როდესაც პატარა ბოკვერის ყურადღება ჩიტმა მიიპყრო. ჩიტი ჭაობის ზედაპირზე უდარდელად დააბიჯებდა. ლომის ბოკვერმა გადაწყვიტა მისთვის მიებაძა და ჭაობში გაბედულად ჩავიდა. მაგრამ იცით რა მოხდა? ჩვენი მამაცი ბოკვერი წყალში ჩავარდა. თუმცა მისი თავგადასავალი ამით არ დასრულებულა. თითქოს უცხოს მოსვლა იგრძნო და უცებ წყლიდან თავი უზარმაზარმა ბეჰემოტმა ამოყო და ისედაც დამბრთხალი პატარა ბოკვერი კიდევ უფრო შეაშინა. საბოლოოდ ეს ისტორია კარგად დასრულდა და მოხერხებულმა ლომის ბოკვერმა ნაპირზე ამოსვლა შეძლო. ცნობილია, რომ ძაღლი და კატა ერთმანეთს ვერ უგებენ და დაპირისპირებულ მხარეებად ითვლებიან. თუმცა ფლორიდის ერთ-ერთ ზოოპარკში სწორედ ძაღლი და კატისებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი ავაზა დამეგობრდნენ. ისინი ერთ ვოლიერში ცხოვრობენ და დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებენ. ავაზას უყვარს ძაღლთან თამაში და სულაც არ აღელვებს ის ადამიანები, რომლებიც მას თვალს გარედან ადევნებენ. მე
თქვენ დღეს კარგი საუბარი გამოგვივიდა, ნამდვილად ბევრი ინფორმაცია გავიგეთ დაცული ტერიტორიების შესახებ კიდევ ერთხელ, ასევე საინტერესოა ეს ნორჩი რეინჯერი პროექტი. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ჩემ მეგობრებთან ერთად. ყველას ვურჩევ, რომ მიიღონ მონაწილეობა, დაათვალიერონ ძალიან ლამაზ დაცული ტერიტორიები, რადგან საქართველოს რო აქვს ეგეთი დაცული ტერიტორია, სხვა არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. დიდი მადლობა თქვენს გადაცემას, რომ ასეთ საინტერესო თემებს უთმობთ. დიდი მადლობა ბავშვებო თქვენ, რომ ხართ დაინტერესებულები და გინდათ რამე წვრილი შეიტანოთ გარემოს დაცვის სფეროში. ყველა ნებისმიერი გარემოს დაცვითი საგანმანათლებლო პროგრამა ზუსტად მაგისთვის კეთდება, მაგეთკენ არის მიმართული, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ ჩაერთოთ სხვადასხვა კუთხით გარემოს დაცვით პროცესებში და შევინარჩუნოთ ჩვენი უნიკალური ბუნება. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, რომ კიდევ ერთხელ მოყვებით ჩვენს გადაცემაში, სტუმრად, უკვე სხვა თემაზე ვისაუბრეთ და კიდევ მრავალჯერ მოგიწვევთ. ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობებით მომავალ შაბათამდე, რა თქმა უნდა, მორიგი საინტერესო თემებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. დაიწყე. ვა, გიო, რა მაგარ ფორმაში ხარ? ვა, ბაბუ, რა მაგარ ფორმაში ხარ? ეგ რეკლამა დაივით. გიო, რა მაგარ ფორმაში ხარ? ნიკოლოზ გვახარია. მაია გადაღებაზე ვარ ეხლა თავი. ჩატიშე ბიჭო, ტელე. რეინჯერები არასდროს მინახავს, მაგრამ საინტერესო საქმე კი აქვს. მოიცა კაცო, მას ესადა რეინჯერები არასდროს მინახავს, წეღან არ თქვი რომ ნახეო ბორჯომ ხარაგაულის ტყეპარკში. მე დავამატებ, რომ რეინჯერებს საინტერესო საქმე აქვს. ასეთ სასიამოვნო თემიდან ცოტა მინდა რომ გადავიდეთ უსიამოვნო თემაზე. და რატო გინდა?